აბა, კაი, სალამი მეგობრებო. აბა დღეს საქართველოს სლოვენია არის თამაში და დღეს გადაწყდება სლოვენია დარჩება პირველ ადგილზე თუ საქართველო ავა პირველ ადგილზე. ქართველები ვართ თეთრი მაისურებით, სლოვენიელები თეთრით. აბა საქართველო პირველზე უნდა ავიდეთ. მიდით. ეხლა ჩვენ B4 გუნდში ვართ. ხო და თუ პირველ ადგილზე დავრჩებით, შეგვეძლება შანსი B3 გუნდში ახალ გუნდში გადავიდეთ, რომ მოვახერხოთ და ევროპის ჩემპიონატი მოვიგოთ. მე იმ ახალი გუნდიდან გავალთ პირდაპირ მერვედფინალში, თუ პირველ ადგილზე გავედით, თუ მეორეზე კიდე ახალ გუნდში და გვაქვეითებენ და მანდაც და გაგრძელდება ესე სანამ რამე არ მოხდება და საქართველო პირველ ადგილს არ მოიპოვებს. ამასობაში კაი შანსები შეგვექმნია. ანუ თუ მეორე ადგილზე დავრჩით, ანუ საქართველო ხო გადავა ახალ დივიზიონში, თუ მეორე ადგილზე დარჩა, იქნება ახალ დივიზიონში გადავა და იქ ითამაშებს და ეს ახალ დივიზიონებში გადასვლა გაგრძელება მანამ სანამ საქართველო პირველ ადგილს არ მოიპოვებს. თუ სულ მეორე ადგილზე იქნება საქართველო, ამასობაში გაგვიტანეს გოლი, სამწუხაროა, მაგრამ ჯერ ყველაფერი წინ არის. ანუ რას ვიძახდი? საქართველოს ან პირველ ადგილს არ მოიპოვებს, ვერ გავა მერვედფინალში. ესპანეთი უკვე პირველ დივიზიონში მეორეშიც დაქვეითდა და პირველ ადგილს იპოვებს ჯერჯერობით და ახლაც გაირკვევა. აბა საქართველო მიდი ბოლო ძალებით, ქოჩორაშვილი, დავითაშვილი, მიდი დავითა, ჩაკვეტაძე, კვარაცხელია, ხვიჩა, გაიშეტევა, მიდი, მიკაუტაძეზე მივიდა, ვაიმე რა კაი გოლი იყო, ცარიელი კარი დაუტოვეს მიკაუტაძეს და სულ მარტო და მოახერხა და გაათანაბრა. ძალიან კარგია, რა კარგია, რომ ასე მალევე მოახერხეთ გათანაბრება, შეხედეთ. ცარიელი კარი დატოვეს, თან მიკაუტაძე სრულიად მარტო დატოვეს და გამოიყენა, რა თქმა უნდა, ეს შანსი, უშანსოდ ვერ დარჩებოდა. გათანაბრება კაია, მაგრამ მოგება გვჭირდება, რომ პირველ ადგილზე ავიდეთ, ისე შანსი არა. აბა პირველ ადგილზე უნდა ვეცადოთ რამენაირად. შემდეგი თამაში იქნება იმაში, რა ქვია, პირველ ივნისს და ამასობაში კიდე ერთი შეტევა გქონდა, მაგრამ რა კაია მიკაუტაძემ ჩაჭრა, მაგრამ გავარდა კიდე ჩაჭრა, მიდი მიკა უტაძე, მიდი კვარა მიიღო ბურთი, ვაიმე ეს კიტეიშვილამდე რო გასული იყო, კიტეიშვილისთვის არელი კარი იქნებოდა და გოლი. აბა ქართველებო, მიდი გამოიყენეთ ჩანსი. მოდიან სლოვენიელები, ვაიმე, არა მიდი მამარდა, დვალი ყოჩახ, დვალი გმირია. შეხედეთ გოლი გადიოდა და გოლი არც გადიოდა, არა რა გინდათ დვალი შეაჩერა. გოლის გასვლის პირას რო ყოფილიყო, დვალის მატჩის საუკეთესო ჯილდოსაც მისცემდნენ და ამასობაში დაგვიტყვეს და მამარდაშვილმა გმირობა გამოიჩინა და მამარდაშვილი მიდის. დავითაშვილი რა გაგრძელებას ნახავს იქ, ქოჩორაშვილი, კაკაბაძე, ქოჩორაშვილი, მიდი ქოჩორ, დვალი ისევ, ჩაკვეტაძე, კვარაცხელია, ხვიჩა, კვარაცხელია, კვარა, მიდი კვარა, ვაიმე ჭახვეული პასი გადაცა კიტეიშვილს ქოჩორაშვილი და ვერ მოასწრო დარტყმა, თუ არა გოლის გატანის შანსიც ექნებოდა. აბა პირველი ტაიმი დამთავრდა, უყუროთ მეორე ტაიმს და გავიგოთ ყველაფერი, თუ რა მოხდება მეორე ტაიმში. აბა ვუყუროთ და ვნახოთ. აბა მიდით ბიჭებო, მიდით,
კვარაცხელია ძალიან მაგარი იყო პირველ ტაიმში და დვალი მომეწონა ყველაზე მეტად ვარდნა ხელზეც მოხდა მაგრამ ძალიან კარგია რომ პენალტი არ დანიშნეს კიტეიშვილმა კიდე ესქნა წინაზე რაც სისარტყელა გააკეთა კიდე მასწობაში მიქაუტაძე ჩაუსრიალდა თუმცა მაინც შემოგვიტიეს გვიტევენ აბა მიდით ბიჭებო გადაირჩინეთ თავი დვალმა მიიღო ბურთი ჩაჭრა ჩაკვეტაძე დვალი კაკაბაძე კოჩორაშვილი ჩაკვეტაძე მიქაუტაძე კაკაბაძე კვარამდე არ გავიდა ეს პასი თუ არა გოლის შანსი მაგრამ შეიძლება თამაში გარეყოფილიყო რო არა გოლის შანსი ეკრებოდა და ასე ჩანს არ გაუშვებდა კვარაცხელია ხელიდან აბა კიტეიშვილი მიდი კიტეიშვილი არა კიტეიშვილამდე არ მივიდა აბა კაკაბაძე ცდილობს იქვე პრესინგს მაგრამ კაკაბაძე გაგვეყვითლეს წითელი რატო არ მიცეს წინა მატჩიდან ხო აქ შემორჩენილი წითელი კარგი მაგრამ კაკაბაძემ ძალიან ცუდი ვარდნა გააკეთა და ყვითელი კი არა მადლობა უნდა მოიხადოთ რომ წითელიც არ მისცეს და პირდაპირ კარში დაგვიწეს და მამარდაშვილმა დაიჭირა ხელებში აბა მამარდა მიდი კაი პასი გააკეთე ჩაკვეტაძე მიქაუტაძე სრაქნა მიქაუტაძე აბა მიდი მიქაუტაძე ძალიან კარგად თამაშობს წაიქცა მაგრამ კიტეიშვილმა პასი წავა კვარამდე და ეს რა მაგარი გოლი გაიტანა ხვიჭამ 2-1 ძალიან კარგი გოლი ბუდუ დაახლოებით ესეთი გაიტანა წინაზე საქართველოს უკრაინას და ბუდუმ აი არა ზუსტად ესეთი გაიტანა ოღონ ის სულ მარტოდ იყო და ბუდუ ორ კაცში ესეც ორ კაცში იყო ოღონ ბუდუს უფრო ახლო ყავდა გავიდა ბარდიკი ამასობაში სლოვენიიდან აბა ვარდნა გავაკეთეთ მაგრამ არანაირი ბარათი აბა მიდით ქართველებო მიდით შევინარჩუნეთ ანგარიში შემოგვიტიეს და მამარდაშვილმა ძალიან კარგად აიღო ჩაკვეტაძე რაქნა ეს ჩაკვეტა კოჩორაშვილი მიდი კაკაბაძე წითელი ბარათი მიცეს კაკაბაძე ერთი დაცვიდან ერთი კაცი მოგვაკლდა რაც ძალიან სამწუხაროა და ისეთი მაგარი დაცვა ვეღარ გვეყოლება მანამდე რო ყავდა დაგვიტყეს პირდაპირ კარში მაგრამ არაფერი არ მომხდარა აბა მამარდაშვილი მიდი ჩაკვეტაძე დვალი კოჩორაშვილი კვირკველია კი არა კვარაცხელია ჩაკვეტაძე კვარაცხელია მიდი მოიცა ის კვარა არ იყო ვინ იყო ჰოლვეთი გავიდა და ვინ შემოვიდა ვეღარ წავიკითხე ჩაკვეტაძე კოჩორაშვილი კიტეიშვილი მიქაუტაძეზე პასი არ გავიდა მაგრამ კოჩორაშვილი ისა მიქაუტაძე ვერ დაებრუნა 4 წუთი დაამატეს მეორე ტაიმს კოჩორაშვილი ჩაკვეტაძე მიქაუტაძე კვარაცხელი და ცუდად ჩაგვიჭრა თუ არა გოლი ძალიან ცოტა ძლიერი მოგვიდა ბარკოვიჩი გადის და აბა კიტე მიდი კიტე პირდაპირ კაში უშვებს მაგრამ აცილა გავიდა ბიორი აბა რამხელა პასი გააკეთა ისე სლოვენიის მეკარე არის ისეთი მეკარე რომელიც აკეთებს ძალიან გრძელ პასებს და აღარ ასაჭირო ლაპარაკი რადგან დამთავრდა თამაში ძალიან კარგად დამთავრდა თამაში
ეხლა წარგვიდგენენ 9-ილს, სადაც გვანახებენ, რომ საქართველო არის პირველ ადგილზე, იქ უკრაინა მოუგო ავსტრიას და უკრაინა მეორეზეა, სლოვენია მესამეზე და ავსტრია ჩავიდა მეოთხე ადგილზე. ჩვენს გარდა ყველა თამაში წააგო. ეხლა ავსტრიასთან კიდე ერთი თამაში გვაქვს. პირველი მას რა ქვია? 1 ივნის. დააბავნახოთ რა მოხდება იქ. იმედია ძალიან მაგარი მოხდება რამე. ავსტრიასთან გვაქვს ახლა თამაში. და უნდა ვნახოთ. ოჰო, კარგი. ეხლა წარგვიდგენენ 9-ს. არა, იმასაც წარგვიდგენენ, რომელმა ქვეყანამ რამდენით მოიგო. ეს ძალიან ლამაზი გოლი იყო. ჩემი ფავორიტი გოლია, მაგრამ 2 გოლი გავიდა სულ და რა ფავორიტეს ბზია აქ ლაპარაკი. აი ახლა გვიჩვენებენ. აი შეხედეთ. მოიცა? აი საქართველოს სლოვენეთს 1, უკრაინამ ავსტრიას 3-1, თურქეთი და ალბანეთი 1-1, არმენიამ ფარერებს მოუგვერდით 0, მაკედონიამ და დანიაც ყოფილა ჩვენ რომ